სახელითა მამისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა ამინ ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირისათვის. შეგვეწიოს ყველას დღევანდელი წმინდანების მეოხება წმინდა იოთამ ზედგენიძის. ეს ჩვენი ეკლესიისათვის, ჩვენი ერისათვის რაღაცა ის გამორჩეული პიროვნება არის და განიცით ახლა მისი ისტორია მე-15 საუკუნეში ცხოვრობდა ის და მეფისათვის როგორ შეწირა თავი, მეფისათვის თავდადებული. შოთა რუსთაველი ამბობს, ვინცა მოკვდეს მეფეთათვის სულნი მათნი ზეცას რბიან. ღვთივკურთხეული მეფისათვის შეეწირა და იოთამ ზედგენიძე. იმიტომ რომ მან იცოდა რომ მეფისათვის, მან იცოდა რომ მეფე ღვთივკურთხეული თან ისეთი მეფე როგორიც მეფე გიორგი იყო, სამშობლოს მოყვარული, ღვთის მოყვარული, რომ ესეთი მეფე იყო გარანტი სიმშვიდისა და ესე იგი კეთილდღეობისა და ღვთის მოშიშებისა ერისათვის. ამიტომ არჩია რომ თავად შეწირულიყო, ოღონდაც ესეთი მეფე ცოცხალი დარჩენილიყო და აი ამ კუთხით რო შევხედოთ ახლა წმინდა იოთამმა გადაწყვიტა რომ ღმერთმა მისი სიცოცხლე მოითხოვა მეფის სიცოცხლის წინ, ანუ თავად უნდა შეწირულიყო და ის რაც ჩათვალა საჭიროდ მან გაიღო და ჩვენ ასე უნდა შევხედოთ რომ რა არის ჩვენგან საჭირო რომ გავიღოთ იმისათვის რომ ჩვენგან რაღაცა გამოვიდეს სიკეთე, აი რისთვის მოვიდა. იქნებ ანუ ნახეთ აი წმინდა იოთამმა ასე რომ შევხედოთ აი თავის დანიშნულებად ის ჩათვალა როგორც ჩანს რომ იმისათვის მოვიდა ამ ქვეყანაზე რომ სწორედ აი ამ ჟამს გამოდგომოდა თავის ქვეყანას იმ გადამწყვეტ მომენტში და ჩვენ უნდა ვიფიქროთ აი წმინდანთა თაყვანისცემა სწორედ მაგას გულისხმობს რომ წმინდანებს მივბაძოთ ჩვენ და ჩვენ უნდა ვიფიქროთ რომ ჩვენი დანიშნულება რა არის ჩვენ რისთვის რა მისიით მოგვიყვანა ღმერთმა ამ წუთის ოფერში აი მაგალითად ხვალ იქნება ხსენება 100,000 მოწამის უკვე 13 ნოემბერი, ახლა ხო 12 ნოემბერი თენდება ახალი სტილით. აი 13 ნოემბერი უკვე 100,000 მოწამის ხსენება, ის მე-13 საუკუნე. მათგან სხვაგვარად მოითხოვა, ასე რომ ვთქვათ, უფალმა მათი მისია კიდე სხვა იყო. ვიღაც მონასტრული ცხოვრებით განიწმეთ სულს, ვიღაც მეოჯახე ცხოვრებით, ზოგი ასე და ზოგი ისე და აი ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმისათვის რომ სწორად იყოს ჩვენი მხრიდან წმინდანთა თაყვანისცემა რომ მათ უნდა მივბაძოთ ესე იგი და მათი მიბაძვა ის იქნება რომ არა პირდაპირ როგორც პირდაპირი ფორმით კი არამედ შინაარსი რომ რა არის ჩვენგან გასაღები რა უნდა გავიღოთ იმისათვის რომ ჩვენ სული გადავერჩინოთ რა უნდა გავიღოთ იმისათვის რომ ჩვენ სამშობლოს რაღაც სიკეთე ჰქონდეს საქართველოს და ზოგადად ეკლესიას რა შეიძლება რომ სიკეთე ჰქონდეს ჩვენგან. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ იმ მომენტში, იმ დროში, რაშიც ჩვენ ცხოვრობთ, ამოვიცნოთ და აღმოვაჩინოთ ის მისია, რითაც ჩვენ მოვედით, რისთვისაც ჩვენ ღმერთმა მოგვიტანა. ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს, ისე არავინ არ მოდის, ყველა ერთს თავისი მისია აქვს, ისე არც ერთი ერი არ არის და აი ამ შემთხვევაში წმინდა იოთამმა შეასრულა თავისი მისია და მეფისათვის, მისი სიყვარულისათვის, სამშობლოსათვის მოწამეობრივად აღესრულა. და შეგვეწიოს მისი მეოხება, რომ ჩვენშიც და ჩვენს მომავალ თაობაშიც ეს სულისკვეთება არასოდეს არ გაწყვეტილებოს. ეს სულისკვეთება რო არ შეწყვეტილა, ნიშანი იმისა, რომ ჩვენ დღეს ვართ, სწორედ ეგ არის. სწორედ ეს არის ნიშანი, რომ ეს არ შეწყვეტილა არც ერთ საუკუნეში. აი მაგალითად მე-13 საუკუნე ვთქვით 100,000 მოწამე. მის შემდგომ, ესე იგი წმინდა იოთამის შემდგომ საუკუნეში, აი მაგალითად მე-17 საუკუნეში
რამდენი მოწამე ყავს ეკლესიას, წმინდაცის მარაბდელი გმირები, ან ცხრაძმა ხერხეულიძე, იგივე წმინდა დედოფალი ქეთევანი, თევდორე მუდელი, თევდორე კვერთელი. მათაც დაუდგათ ის არჩევანი, რომ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და მათაც გააკეთეს ეს არჩევანი. ჩვენც გავართ ხოლმე არჩევანის წინაშე, თუმცა ჩვენ ისეთი დიდი ასპარეზი არ აქვს, როგორიც მათ ჰქონდათ. ჩვენგან შეიძლება ამას არავინ არ მოითხოვს, რომ ქრისტეს თუ ვარყოფ, ესე იგი ცოცხალს დაგტოვებ თუ არა და მაგრამ ვინც მცირეში ერთგულია უფალი ხო ამბობს, იმას დიდი მიეცემა. და ჩვენ ჯერ ის მცირე ასპარეზი გვაქვს, ჯერ იქ უნდა ვიყოთ ერთგული. ახლა მაგალითად წმინდა გიორგის ტაძარში ხო, წმინდა გიორგის როდესაც დაუდგა ის, რომ ან უნდა მომკვდარიყო ქრისტესთვის, ან უნდა უარეყო ქრისტე. ახლა უფალი როგორ გაიყვანდა ამ დიდ ასპარეზზე, თუ ის მცირეში არ იქნებოდა ერთგული. ის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ქრისტიანი იყო და შემდეგ მცირეში ერთგულმა დიდშიც ერთგულება გამოიჩინა. აი ჩვენ ყოველდღიურობაში, ყოველ დილას, ყოველ შუადღის, ყოველ საღამოს ჩვენ როგორ ვიქცევით, როგორც ქრისტიანები, აი მაგას არის ძალიან დიდი მნიშვნელობა. ისე არ არის ერთბაშად ადამიანმა გაიღვიძოს და დიდი მორწმუნე და ქრისტიანი იყოს. იმ წვრილ მანებში ჩვენს ადამიანის დამოკიდებულება უფალთან და ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ უფალი უყურებს ახლა, აი ახლა რასაც ფიქრობს. მე ჩემი ბავშვი მივდიოდი და გზაში ვლაპარაკობთ, რომ აი ხვარიო სიტყვა ღონისძიებაო. ხვარიო კიდე სიტყვა შურისძიებაო. ესეთ რაღაცებზე ვლაპარაკობთ, უბრალოდ ახლა ეს გამახსენდა. ბოლოს ერთის არის საინტერესო სიტყვა აღმოაჩინეთ, რომ არსებობს სიტყვა უფლისძიება. აი არის ყველაზე მთავარი სიტყვა ვიპოვეთ, ესე იგი, ხო ჯერ მაღაზიაში შემყავდა, რომ ნაყინი უნდა. ახლა ნაყინის ძიება იქნება მეთქი და ის ვერ ვიპოვეთ, მაგრამ მე მთავარი სიტყვა ვიპოვეთ, უფლისძიება და ნახეთ სახარებაში უფალი როგორ ამბობს. პირველად რომ სასუფეველი ეძებეთ და მისი სიმართლეო და დანარჩენი ყველაფერი მოგეცემათ. აი ეს არის უფლისძიება. პირველი უფალი უნდა ეძებოთ. დანარჩენი ამ წუთის ოფერშიც მოგეცემა ის, რაც გჭირდება. თუ პირველ რიგში იმას დააყენებ, რაც მთავარია. აი ეს არის და ადამიანი რამდენადაც ენდობა უფალს, ღმერთი იმდენად გაუმართავს ხელს. მაგრამ თუ ადამიანი დაეჭვდება, როგორ ამბობს მოციქული იაკობი, რომ დაეჭვებული კაცის ლოცვა ზღვის ტალღას გავს ქარისაგან აღძღლსა და მიმოტაცებულს. ანუ ქარი რომ გაფანტავს წყლის შეფებს, ეგეთი უძლურია დაეჭვებული კაცის ლოცვა. მაგრამ რწმენით ლოცვაზე ნახეთ უფალი რას ამბობს, რომ აი ამ თასაც რო უთხრათო ადექიო და ზღვაში გადაენერგეო, დაგიჯერებდათ. დოგვის მარცვლის ოდენერ რწმენაც რომ გქონდეთ. დოგვის მარცვალი შეიძლება მცირეა, მაგრამ ცოცხალია. შეიძლება მცირე ქვიშის მარცვალიც არის, მაგრამ უფალმა დოგვის მარცვალს შეატარა. შეიძლება მცირე, მაგრამ ცოცხალი რწმენა რო გქონდეს, აი ქმედითი რწმენა რო გქონდეს. და ეს რწმენა, ადამიანის რწმენა ჩანს მის საქმეებში. ისე არა, რომ აი ზოგიერთი ამბობს, რომ მე ასე მწამს, მე ისე მწამს და თითს არ გაანძრევს და რაში ჩანს მაშინ მისი რწმენა. მოციქული ამბობს, რომ მიჩვენეო შენი რწმენაო შენი საქმეებითო და მე გიჩვენებ ჩემს რწმენას ჩემი საქმეებით. რადგან თვინიერ საქმეთა სარწმუნოება მკვდარ არსო, ანუ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია. იმიტომ რომ თუ გწავს მაგალითად რომ თუ გჯერა რომ დღეს უნდა იწვიმას და სადღაც მიდიხარ, ქოლგა ხომ მიგაქვს, რადგან გჯერა რომ და თუ არ მიგაქვს, ესე იგი არ გჯეროთ. აი რომ ადამიანს რო ჯერა რომ
სადანები როა და ვიცის რომ იგდენია რომ ჯერა რომ იგდენია ხელს არ ადებს და თუ არ ჯერა ბავშვი რომ ამას ვერ იაზრებს ხელს ადებს მოეფერება იმას მაგრამ ვისაც ჯერა რომ იქ საფრთხე არ დაადებს ხელს და მის ქმედებაში ჩანს ის თუ როგორ ჯერა ჩვენს ქმედებაში ჩანს ის თუ როგორ ჯერა დღეს არის ჩვენი თეოდორეს დაბადების დღე. ეხლა თან ვფიქრობდი, აი რამხელა წმინდანია მისი შემწე და მფარველი. წმინდა იოთამ ზედგენიძე. როდა მეთმაინებოს რომ შეგი მეც ეხლა აღმოვაჩინე. მეთმაინებოს რომ აი სულისკვეთება რაც ჰქონდა წმინდა იოთამ ზედგენიძეს შენ შეგეწიოს ესე იგი მისი მადლი და შენც ეგეთივე სულისკვეთება გქონდეს. საერთოდ რომელ დღესაც ჩვენ დავიბადეთ და რომელი წმინდანის ხსენებაც არის, ის არის მფარველია ის წმინდანები ჩვენთვის. შემთხვევით ხო არ ვიბადებით ამ თუ იმ დღეს. ყოველთვის რაღაც ემთხვევა ამ თუ იმ წმინდანის ხსენებას. მერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ.